იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მობძადი ერთით ავანთო დედიკო მობძადი კეთილი იყოს პირველ რიგში დედიკო თქვენი ფეხი ამ ოჯახში აგი არის მოწყრიალებული მოპრიალებული ბინდა თქვენ ხედავთ აგე რომ არის ლამინატი გაპრიალებული იქით ერთი საძინებელი აქეთ დედიკო მეორე საძინებელი შვილო ყველა ოთახს თავისი სვერი წელტილი აბაზანა შვილო რაფერც მოგიდებათ როგორც მოგიდება შვილო გინდა ცხენით გააჭერეთ დაისვერეთ მე ისევ გამოაჭერეთ დედიკო თქვენს განკარგულებაში მე გადაგლოცით გაგაგლოთ რაფერც იქნება კი დედიკო სხვები ცხოვრობენ ამ სახლში? არა, შვილო, რა კი, დედა, აგენი არიან, შვილო, მაგრამ მაგი არ არის პრობლემა, მე ეგ მოგვარდება 5 წუთში, შვილო. მოიცა, როგორ, კაცო, ესე როგორ აქირავებთ, აქ თუ ვიღაცები ცხოვრობენ, ეგრე ხო ვერ მოვრიგდებით, ვერ შეთანხმდებით. არ არის, დედიკო, მაგი მომისმნე პრობლემა, თუ ვერ მოგვარდებით, შვილო, რაღაცნაირად ისე იქნება, რომ მოგვარდები და ეს საწოლი ახლა იმხელაა, შვილო, რომ ერთად დავწვევი, დედიკო. King size-ია, შვილო, აგი. რა მოგეკადრებათ, შვილო. King size, რა ერთად დავწვევი. ანუ ერთი წუთით ამათ ეხა გააღვიძებთ ალბათ და გაუშვებთ, ხო? არა, დედა, მე რა არა, კი, შვილო, კი, ახლავე, დედიკო. ომარი, ნანა, თუ შეიძლება ადექით, შვილო, ახლა თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ გენაცვალეთ, შვილო, რაზია, ლაპარაკი მოთავსეთ, მოსულიერდეთ, ყავადალიეთ, რა ვარ საჭირო იქნება. ომარი, ნანა, ადექით, შვილო, არ არის რამდენი დრო. ჩემოდნები, იგი, სად არის? ბოდიშის მოხდით, დედიკო, თქვენ გენაცვალეთ, რაკაი ვიწრო ფეხები გაქვთ, კარგი გენეტიკის ბავშვი ხართ. რა ხდება, ხალბატონო? იგი, რა ქვია? ხომშვიდობა, რა ხდება? სუ, ომარი, სუ, ახლა ადექით დამეხმარე, ნანა, იგი ჩანაგებაში დედა. ხალბატონო, რა ასაგეთ? ერთი რა ხდება? ვინ არიან ესენი, ხალბატონო, რა ხდება? შვილო. ესენი ვინ არიან და რა ხდება? არის, იგი ცხოვრობენ აქ, შვილო, ჩამალაგებინი აგი. რა ხდება? ზატო გვილაგებთ, რა ხდება? გამაგებინი. არა, ამოიწურა თქვენი დრო და ახლა უნდა მიბრძანდეთ, დატოვოთ ეს სახლი, სხვა ადამიანები მოდიან, ინდმეწარმე, ინჟინერი, ფილოლოგი, ხალბატონი, კონსერვია დამთავრებული. რა ხდება? ერთი წამი, კაცო, რატომ ალაგებინებ ამ ჩემოდანს? არაფერი არ გითქვამს ჩვენ თვითონ. არა, არ მithქვამს. მე თქვამ, შენ ახლა გითხარი, დედიკო და რა გითხარი, ერთი წამი? არა, დედა, რა მოგეკეთება? ბოდიში, ერთი წამი, ხალბატონო. რაფერ გავარ ახლა? ჩვენ ხო გვაქვს თქვენი სახლი ნაქირავები, აშკარად გვაქვს. ესენი ვინ არის? ანუ კიდე აქირავებთ? კი, შვილო. ანუ კიდე აქირავებთ? არა, დედიკო, რაფერ გავაქირავებ ახლა? მოიცა, არა თუ კი? არა, დედიკო. ეგ დანაშაული არის, ხალბატონო, ანუ დანაშაულია, შვილო, აბა რა არის? დანაშაულია, ხალბატონო, რაც ლაპარაკობთ ეხლა. რა მოგეკადრებათ, შვილო, მის დღემში ტყუილი ინჟინერ, მექანიკოსი ხალი ვარ, მოჭადრაკე ყოფილი, მის დღემში ტყუილი არ მითხავს. ანუ რა გამოდის, რომ ანუ ბინას უნდა წავიდეთ? კი, go, of course. Of course, ერთი წამს, შენ იცოდი? ვიცოდი, არაფერი. გაიგე, დედიკო. ერთი წუთით რა, ჩვენ რომ შემოვიდეთ აქ საცხოვრებლად, ეხა ერთად როგორ ვიცხოვრობ? საერთოდ არ ვიცნობ ამ ყოველს. ანუ შემოხვიდეთ. დედიკო, მაგი არ არის პრობლემა, შვილო გენაცვალი არ ვიცნობთ, მაგრამ გაიცნობთ და რა ვიცი, ახლა აგი მშვენიერი გოგონაა, შენ მშვენიერი, ჩემი იგი რა ქვია, თაბუნა მშვენიერი ადამიანია, მე როგორც ვახსენე, წეგან კონსერვატორია დამთავრებული დედიკო. ამას ახლა ერთი წუთით მაცადაშვილო ნუ ერევინე და ენაგისწრებს წინ, მე რო ახლა შენი ვიყო, შვილო, ამას მოვანაცვლები ბავშვ და ნათელ მირონობა, იფერი მადლიაშვილო. ისეთი დიდებული რამეა და ისეთ საქმეა, რომ აქ იცხოვრებდით ერთად, ბედნიერად, ჩეხმოწვილები. ანუ რა გამოდის ახლა, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ? რანაირად ერთ სახლში? ეგრე რა გამოვა, კაცო, რა ერთად სპიეტა რა ვიდით. კი? არა, დედიკო, რა ვაკი მეჭტერივით რო ვაკდება, ამ მომენტში შენიშნა შვილო. ხო, როგორ შეიძლება? ერთად რაფერ, დედიკო, ერთად არა, ერთ სახლში უბრალოდ. ერთ სახლში რანაირად, კაცო, რა და ახლა რა ვაუხერხო მდგომარეობაში მაგდებ, ხალხო, რა იყო? რაღაცნაირ გიყვარდეს, ხალხო, ერთმანეთი. შვილო, ახლა მომისმია, დედიკო, მაგი ნათქვამი მაქვს, მე ყველაფერი გაწერილი მაქვს, მე ვარ მოჭადრაკე, ფილოლოგი, მათემატიკოსი. ახლა ამ ეტაპზე მომავალ შეიქნება არავინ არის შვილო. დღის მენაში შენ მუშაობ, დედიკო, ესენი ღამის მენაში მუშაობ, ნანა დამემოწმება, აგერ ღამის მენაშია. დღეს
შენ იქნები, შვილო, ღამე ესენი იქნებიან და ასე შეხმატკბილებულად. რა ფერცინებებს უფალი ისე. მოიცა, კან რას მეუბნებთ, ანუ ეს იმუშავებს ღამე, ანუ რა მე რო ვიმუშავებ რა ღამე ჩემი ცოლი ამათთან დავტოვა, ამას დაუტოვა, ჩემი ცოლი ვიღაც რა, კი რა. არა, დედიკო, რა ვაგეკადრება, უცხოკაც რა ფერ უნდა დაუტოვო, შვილო, მაგრამ ნახე ახლა რა ხდება. მისი ნებართვით, მისი სურვილით, თუ მოეწონება, აგი, არ არის მაგის პრობლემა, მაგრამ თუ არ იქნება ამოცხებს პანჩურს, თქვენ ცუდად არ გავიგოთ. არა, შტერია და მაგით ვინ არის? ერთიზოთ შტერი. შვილო, მე არა, დედიკო, ჩემი ბიჭის ხერა ხარ, ჩემი გიორგის რა ფერ გეტყვი? აბა ვიზეთ. აბა ვინ მე ვარ კაცო შტერი, არის ლაპარაკი. რა ფერ გეკადრება? მე გოდეს გიხდი, დედიკო, იმას უყურები და აქეთ გამევიხე. რა ვაგიკადრება? არა, შვილო, კი, მე ყველაფერი, შვილო. ხო, ანუ ბოლო რა. ანუ ვერ გავიგე, მარტო დაბახტე. რა ვაუხარ მდგომარეობაში ჩამაყენეთ ახლა. როგორ უნდა ვიცხროთ ამ სახში, რომ დამიხსენეთ, გამაგებინეთ, ხო, ანუ ან წავლენ და გაუშვით ხა ეს ხალხი და რაღაცა. სად უნდა გამიშვა შემოძონ აქირავები მაქვს, ვინა ვიხდი ქირაში. ახლა მომისმენ. არა, მე მგონი თქვენ ხართ თაღლითი. თაღლითი არის აშკარა დაბადა. თაღლითი. არა, რა ფერ გეკადრება, შვილო. კი თუ არა, ხალბატონო, ვეღარ გავიგე, ანუ ხართ არა, მომისმენ, ახლა შენ ნერვიული ბიჭი ხარ, დაწყნადი პირი გიშლება, რატო არ ვიცი, მაგრამ მაგაზე მე არა, უბრალოდ ამნერვიულდი ახლა პირი. ხო, მომისმინე, იგი. მოდი ახლა პირდაპირ გადავიდეთ დედიკო თანხაზე, იცით როგორი იგი არის, სიტუკირი არის ქვეყანაში. მე შვილო, მართლა არ გამოგართმევ დედიკო ერთ კაფეში, თქვენ იცით, ჩვენი ურთიერთობა, ადამიანობა, მეგობრობა, მაგრამ რაში ახლა საქმე? ამგეს მე ვართმე $500, შვილო. ელემენტარული რომ რაღაცა საჭმლის ფული და იგი დანაზოგი რომ გავაკეთოთ დედიკო. მაგრამ თქვენ უნდა გამოგართმევთ $800, შვილო, თუნდაც არ რა რასნიშნავს? რატო ისინიც ორნი არიან, ჩვენც ორნი ვართ. კი, შვილო, ამათაც მას ევართმევდი თავიდან $800, მაგრამ ახლა უკვე შეჩემათი ველაპარაკებით ერთმანეთს და ცოტა დაუწიე ფასი. მე მეც დამიკელი შეჩემა. ვაი შეგეცო, ჯასე, ერთხელ ჯასე. აფერისტი არამზადა ხალი ხარ შენ, გარეწარი არამზადა აფერისტი. რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვიხდით თანხას, ცხოვრობთ სახლში და ვიღაცები მოყავს ქალო? რა ვიღაცები, კაცო, ერთი წამი მოგვიყვება, საქონელი ქალი მეთქი. ქალო, ამოიღე ხმა, ნერვი არ გიტოკავს. ჩახატი გაჟეშებული ხوار არის სამასობრე ხარ. ქალო, ნერვი არ გიტოკავს, საერთოდ როგორ გლანძღავდა? არა, შვილო, დედიკო, შესწამი, ზუსტად 600 ადამიანი მყავდა აგერ ამოყვანილი ამ ბინაში და აღარ მიტოკავს ნერვი. რა არ მიტოკავს? სათქავდა, ქალო, ამოყვანილი. აქ, დედიკო, 600. როდის? დღეს, დედიკო, დღეს. ეს რა დროს? 10 საათი არის, რა დროს? დღეს დილითაც დედიკო და შეროგეძინა, ღამის 2 საათზე. მანდაც ამოვედი ისე ძალიან ისეთი ღრმაძილი გაქვს შვილო და ენდოკრინოლოგს ფაისებზე გაარკვიე და დაშვილად გეუბნები ისე. რა გადაწყვეტეთ შვილო თქვენ? რა გადავწყვი, რა გადავწყვი? ზავოდი მოფია, რა ხდება, რა ჭანდება? ახლა მოვედი ჩვენთან სახში, ცოტას მივალაგებ ახლა ხურობას და მე რომ მიყვარს ის შეიცვი რა ის შეიცვი უჭველი და ამოდი. ეს არ ვიცი, კაცო, ვინ არის? ბოდიში, ერთი ბოდიში რა ხდება? ბოდიში წვილი ყოფილა არ დაუმთავრებია ჩემო ცხოვრება ჯერ ამ წელს და ნახევარ საათი შეიძლება და მე ამოდი. ყურადღება არ მიაკეთე, ყურადღება. მოეშვი. რა ხდება? ბოდიში შემოძო რა, თქვენ ვიბრძანდებით ვაფშე? ბოდიში. რამდენს ქართმევს ახლა ერთელ ხამეში. რას მართმევს, კაცო, ერთი წუთი ვინ ხარ? რას ბოდაო, რა გინდა? იმიტომ გეუბნები ახლა რომ ჩემთავით უნდა ამოვიდეს ახლა ხო? 100 თავით ჯობია ეს ქალი, რამდენს იღებს კაცურად? რას იღებს? ერთი წამი ჩემოდო, შენ ნორმალურად ჩემი ცოლი არის. ეს ვინ არის? ხალბატონო, ხარ გავდგელიზე შუაზე მართლა ვინ არის ეს? ძალადობა. არ მინდა ძალადობა, მაგრამ ვინ არის? კაცო, ეს გამაგებია. ბრალია. ძალადობას გავლენ, მომისმინი ახლა გავლენ ესენი ერთი და ვიგინე. ვინ გავა, კაცო, ვინ გავა? თქვენ რა ვარც იყო? ჩვენ რატო გავა? ვერ გავიგე რა. ეს ვინ არის? შტერია, ბიჭო, შტერია გავა, შეწკიდე რა იყო 1 საათი შემოვიდა. მე ვარ შტერი? რა ვაგე? მე ვარ შტერი? კი, არა, შენ რაფერი იქნებ შტერი იმაზე ვთქვი, დედი. მე რა შუაში, რატო ვარ შტერი, ხალბატონო? ვინ თქვა, შენ რა ვაგეკეთება, დედი? სასწრაფოთი ჯამთელი ბიჭი ხარ, სავსე პირისაკით, მაგას რაფერი ვიტყოდი? აბა ვიზე თქვი? დედიკო. ვინ, კაცო, ვინ? რამე, ჩემზია მოგავლა, ერთ წამილო, მართლა მოგავლა. რა გინდათ გამაგებინეთ? არა, დედა, შენზე რაფერი ვიტყოდი? ჩემი ომარის ხელა ხარ, ჩემი შვილი, შვიმი, აბა, ეს ვინ არის? ბოდიში. რომ დიყურებ, ახლა ომარის თვალები გაქვს. მაგას რაფერი ვიტყოდი?
ვიტყოდი შვილო. ვერ არის ეს. მაგარი ხალია. ისუსტი ჩემოცმო რა გინდა? ეს ვინ არის? მაგარი. ეს გავა 1 საათში შვილო ფეხზე ძლივს დგას ისედაც ამას რა თუ მოიცა ამასაც უნდა მიაქირეოთ ეხლა ვინა ჩვენი იმის არის? კი შვილო აგიცხობა არა დედა რა მოგეკადრები კი თუ არა ხალბატონო. შენ გენაცა დაგელაპა რა ამას არა მაგდებ ახლა. რა ვაგეკადრება შვილო ნუ მოუყადე მე ხო ვიცი და სულ კი შენ გენაცვალე შვილო შენ ეს სულ ეს მე მოგაქირავებთ ხოლმე ხალბატონო. სად ვართ ამ დროს გიორგი? ჩვენ აქირებ დღიურად აქირავებთ ხოლმე კი კაი ჩვენ სად ვართ ამ დროს? კი შვილო ჩვენ სად ვართ ხოლმე? აქ არა დედა რაფერ გავაქირებ შვილო დღიურად რა წესავ ახლა არ დამარეკინო პოლიცია შედიკო რა პოლიცია ჩვენ დავაკეთებ შეურაცხყოფა ეტა ეს კაი მაგალი ხალბატონო. რეცნება კაი რა ჯდება ამ სახლის კირავება ბოლო რა სახლის კირავება? ერთი ვიხდი 800 800 სიხდი კაცო. ვიხდი $800 ვიხდი 800 სვალი შვილო ღმერთმა კი დაგლოცოს ბატონო 800 თუ ჯდება ვიხდი მე 800 $900 ვიხდი ზმა ორი თვე აქვს xoро. 950 ვიხდი მოგიგო შტერო მოგიგო შვილო ამა $1200 გადავიხდი. 2000 აი შენ გენაცვალ წაგებული ხარ შვილო $4500 ვიხდი ხა $4500 ვიხდი და დაგვანები რა დავი. მოიგო კი ბატონო გადაიხადეთ და იცხოვრეთ აქ ჩვენ წავიდეთ სხვა სახლში $4500 აქ შვილო და თქვენი იყოს კაცო გამანებით თავი დინდები რა ვაკინიო და დარჩენილი ყავა ჩაი იგი შტერი აგი ანუ 4500 ანუ $4500 დედა მეგენაცვალე შვილო შვილო აბა ტყუილად კი არ მევიყვანე შვილო ესე ხო გითხარით დედიკო თქვენ აქედან არცად არ წახვა თქვა შვილო ხო გითხარით ხო და გადაიხადეთ ახლა 4500 და იცხოვრეთ რამდენი ხანი წინა მეგენაცვალე შვილო კი შემოგერვა საათზე მოდით ხო უთხარი აშკარად რა. ვახ ბიჭო აგვიანე. ალიკა ბოდიში რა. სადა ხართ ბატონო მერო რა ამდენი ხადა ვარ ალიკა და ხომ შიდობა? ო აუჩი ვორდის ფაილის ამბერტო მინდოდა ალიკა რა და დამოვიშტა როგორ ხდება რა და კონტროლ ბ და ძლივს ავებდი პემდე რა. რა თქინდოდათ რა ამობეჭდეთ? ხო რა მეტავ ხოლმე რაღაცებს ხო იცი ვარჯიშობ ალიკა რა მოვიშტა. ხوار ნერვიულობთ ხო იცით ნიგერიის ელჩთან გვაქვს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ნიგერია და ოკამი დაძმობილდნენ და ეხა არიან ხა ნერვიულობ მე როცა ტატამზე შევდივარ რა და როცა მნიშვნელოვანი რაღაცის ხელი უნდა მოვაწირო და წინ უნდა წავიკითხო ისა რაზე ვაწერ ხელი მაგდროსაც ორი. თან შენ ფეხებზე მკიდი ალიკა ხო იცი მე. ხო და მაშინ ეხა აქ არიან უკვე და თუ თქვენ ზათხართ დაუზეხთ რა. მე აბა უკაცრავად მობრძანდით. ძაღლი შვილი ვიყო ოსიმენი ალიკა ოსიმენი ძმაო ბოდიში კაცო ეთიცით რა ოსიმენი კაცო ნიგერიის ელჩია რა ოსიმენი ურა მაგარა გავს ალიკა გეხვეწე ამას უთხარი რა იქნება ყვარას იცნობდეს კა ოსიმენს რო იცნობდეს ოსიმენს ყვარა ხო ეცოდინება და ყვარას მაიკა მინდა და ოსიმენი ყვარას და ხო მაგრა ალიკა და მიწევდა რა ოსიმენი და რა ყვარა კაცო ეთიცით ნიგერიის ელჩი არის გამარჯობათ გიბზავთ ხელთამო გამარჯო ჯიგა რა მე შენზე ცუდი რავი არაფერი არ გამიგია და ეცა ვიმეგობროთ რა მათ ქალაქებს რა ხო ლაგოსელი ხარ Shalafia აბუჯელი ხარ Shalafia ისა Ino mi dun pe Moria Shalafia mbubon kawa everything over dada არის ის ქართული ალიკა ნიგერიელია ქართული რანაირად ეცოდინება ო რა მაგარი გოგოები ყავთ ალიკა ნიგერიელებს ამასთან ახლოს დავსვენ სუფრაზე დავждებით მე ყველაფერი მესმის თარჯიმანი ვარ უბრალოდ ო ალიკა ახლა გამისკდებოდეს მე წოწოხი შვილი ვიყო ბოდიში რა ქალბატონო რა მეგაპატიეთ რა ხო ახლა ისა ოფიციალურ ხო ოფიციალურ ფოტოები გადავიღოთ თუ მზად ხართ რა თქვენ ხო მომზადე ფოტოგრაფი მოჩა ხო ალიკა ისო მოჩა მანახია მე აი ესე მოდი ერთი ბატონო მე მომზადე თვითონ ნახე აქ გვერდულად ხიპი მიჩნევს აი ეს ბატონო მე ნახე აქ ესე მაღალი რო გამაჩნია ბავშვი და ცოტა ისო ალიკა განათლებულსა რა ქვია მობრძანდით მე რა დავარჩიოთ ეგ სურათები რა ეგეთი ეგრე გადამიგე რა მოჩა ხო ალიკა ო всё აქ თეთრზე მივდები ხო იყოს ეს კარგად იყო გასწორებული ალიკა ნერვიულობ ალიკა მეცადა არა უშავს
ესაუბრეთ ეხლა რომ კმაყოფილი ვარ, მოხარული ვარ რომ ნიგერიასთან შედგა ეს მემორანდუმი ყველაფერი და ესაუბრეთ. Gbogbo nǹkan tí mo rí ìgbà tí mo ti dé láti ibi ìjọ mẹ́ta gbogbo ẹ̀ ni mo fẹ́ràn ìlú mi Nàìjíríà àti ìlú ẹ̀ Georgia àjọ máa ṣe nǹkan pọ̀ àdẹ̀jọ máa ṣe gbogbo ẹ̀ pọ̀ ṣó ti ẹ bẹ́ẹ̀ sìn gbogbo nǹkan tí mo rí mo nífẹ̀ẹ́ ìlú dáadáa ní Georgia kájọ wà pọ̀. მე მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი დაძმობილება იქნება ორივე მხრისათვის პერსპექტიული. იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ, განვახორციელებთ საინტერესო პროექტებს, რაც ძალიან კარგი იქნება ეკონომიური შატდაუნის შემდეგ სტარტაპ პროექტების განვითარებისთვისო. მოკლედ ყველაფერსო ერთად გავაკეთებთო ისე რომ თქვენც არ გეწყინებოთ და ჩვენც არ დავრჩებით ნაწყინებიო. უბრალოდ თქვენ დაეთანხმეთ, დიდი მადლობა გადაუხადეთ და უთხარით რომ კმაყოფილი ხართ. თავი დაუქნეთ უბრალოდ ხო? და ხელით ამორთვით. ხო, ისა ალიკა ეხა მეც ორი სიტყვა ხო? კი. ხო, მოხარული ვარ ეხა, რავი, მეც მოხარული ვარ. ძალიან კარგია, მოგეხსენებათ, ნიგერია არის ძალიან მდიდარი სოფლის მეურნეობით, ამიტომ შეიამ გადაწყვიტა, რომ თქვენთვის საჩუქრად ჩამოეტანა აქ არის პალმის ზეთი, ასევე კაკაო, მიწის თხილი, ასევე ნიგერიელი ცნობილი მწერლის წიგნები, ნიგერიის დროშა და გერბი. ეს არის პატივისცემის გამოხატულება ბატონი შეიას მხრიდან. მალა. ხო, ანუ ალიკა, ჩვენც ხო გვაქვს რაღაცა? ხო, ჩვენც გვაქვს რა ეხა, ის მომიტანილი ხავია მას გავიტანა პუშტი. მოსიმეს მაგრა გავჩემე. ხო, ეხლა უყურე სახელი ბოდიში. შეია. ისა შეია, ხო. ეს არის ჯიგარო ეხა, ნახე, ეს არის სულ რაღაცა თვეების არის რა, ბროცკი რა, ნაღდი, კაროჩე. მერგი არის რა. ეს არის ანტონოვკა, ხო, ეგა. ხო, კიდე გვაქვს ხუთიანი ბალონითა წყაროსწყალი, უეჭველი გავატანთ რა. ყლაფსა, ჩირსა, რა ვიცი. რაცა გვაქვს ეხლა რა, ახლა ნებისმიერ ამისა გავატანთ. შეია აბაჯუბი ალანამ ალიკნებრა ალმოცხმე კოლეკა კიჩამბალდე ბაჯუ ბაჯალ ალ ამ ქმჩაბალალალაჰია. ინკოტო ფუაე დადანი ანიფე ანიფე ებალა აჯუმალ ალიგულ ალჰალ პოლისი ვალა აი მეკოლეკა ჩაბალე ჯებაბა ფაია შეია. Bẹ́ẹ̀ ló ṣe máa rí bó ṣe sọ yẹn ló ṣe máa rí kò jẹ́ kó yẹ dáadáa ọ̀rọ̀ tó sọ yẹn ọ̀rọ̀ dáadáa ni ṣó ti yẹ bẹ́ẹ̀ sìn àjọ máa ṣe. Aya babala shamalala. მე მოხარული ვარ თქვენი არაჩვეულებრივი საჩუქრებით, თუ ასე ბრძანა ბატონმა შეია. ანუ არ მაგინებს ხო? არა რა თქმა უნდა. მოხარული ვარ რომ დღეს შეხვედრაზე თქვენთან ერთად ვარ. არა ხო, მეც მოხარული ვარ კი ბატონო და რავი ალიკა ეხა უყურე მე რა მინდა რა რომ მე უნდა ესეთი რაღაცა მაქვს მე შემუშავებული ეხლა ალიკა მე ხო ვიმუშაობ ხოლმე რა და ეხლა ესეთი ისა მაქვს რა ქვია იმას ვაგზავნე და მე გეგმა ხო მაქვს რომ ესეთი გაცვლა უნდა გავაკეთო გაცვლას რა ქვია ალიკა ამათენაზე ამას გაცვლა ხო გაცვლა რომ მოკლედ 10 კაცი 15 იყოს 15 კაცი წამოვა ნიგერიაში დაისვენებს იქა ხო და გაცვლითი პროგრამა ეხლა გამახსენე ხო იქიდანაცა ნიგერიდანაც წამოვა 10-15 კაცი და აქა დაისვენებს ჩეულებრივად რა ბოდიში ერთიზან ეგ არ გვიწერია პროგრამაში ხო და ბიჭო პროგრამაში რო გვიწერია ალიკა მე გავაკეთე ამ წუთში ისა იმპროვიზაცია ალიკა აი ხეზე მიწერეთ დედას გეცე მე თვითონ დავწერე. გავიგე რა დაწერეთ, მაგრამ ძალიან დიდი ხარჯები უნდა მაგას და არ გვინდა იყოს ეხლა, მაგრამ შემდეგი იმპროვიზაციები არ გვინდა. არა ხო არა, უბრალოდ ხო, მოკლედ ეხა შენ რო ჩეულებრივად რო გადაუთარგნო რა. წყალს ხო დალებთ. შეია აბაშოვა ალა ბაჭკალა ალა ჰალა ბალჯელე ბება ჰალალია. მამომი ქოგბომივა. დიახ წყალს მივირთმევა. ხო არა. ხო, ლალი, მაიტა აბა შემოიტანე წყალი რა. სიმეს დამაგრა. კრუშკა რა ჩააგდო ამაში? კრუშკა რატო? ისა ბოდიში ერთიძე ლალი. ეს ვედროთი წყლის მოტანა რო უხერხული ხა ილჩი არ წარმო ჭიქებით და ბოთლით მოიტანა წყალი. ჰალა. ლალი, დოქტორ კრუშკა ხო, კრუშკა. კარგი იყოს.
მადლობა ლალიჭირიმე. გაიხარე ლალი. ხო, ეხლა რა, ამ ერთი კრუშკა წყლით თუ არ შემოვიფარგლოთ. ეხლა მე მინდა რომ სახელი შეია, ხო. მინდა რომ დავპატიჟო სუფრაზე აუცილებლად უკამშინა. უთხარია ბა. შეია შაუა ალამა ჰალალალა ფოა კვალია შეია. ო, ეგ არის ზუსტად. Boxe só é atele, cosiwala, atele. atelikos kusiwala wala balashgebala hala Cosiwala, kusiwala atele. walhetri იცით რა არის მე მოხარული ვარ თქვენი დაპატიჟებით, თუმცა მე ვიცი რომ მოკამელები მის შემდეგ ძალიან ცუდები ხდებიან. აუ, ცუდი სიმთვრალეა, თუ არის? ძალიან, დიახ. ო, ახლა ცუდი სიმთვრალე ყველას გვაქვს, აი, მეც აი ხარ შეიძლება ისე დავთრეო, დაღლამდე ვცემო, აი, მაგრამ ნო რასიზმ რა. ალიკა, ნო რასიზმ, ძაღლიშვილი ვიყო, ჩვეულებ შეიძლება ვეჭიდაო და ეს არ გადაუთარმოთ. ხო. ხო, რაც მინდა კიდე გითხრა რომ აუჩი ეხა ნახე ჩვენ კაი ხალხი ვართ, ოკამელები ვართ, კარგი, ხო ვართ ალიკა, ვაგაში რასამო, ხო და დარჩი ეხა რამდენი ხანიც არ უნდა იყო, ძმაო, ხო, შეია ქართულს გასწავლიან იდეალურად რა, ოკამელები ჩვეულები ვართ ქართული. Კაი ბიჭიკა. შეთ უნდა დამეკმარო საულე ქართული შეშემა. მე სამი დღეს იქავი საქართველოს. ბევრი სიტყვა ითი. უნდა გათრაკი ეკლა ბიჭო. ეგრე გინდა. ალიკა მაგინა შე. ეხა ცოტას, ეხა ცოტას გაგინე, ცოტას. ხო არა. აბა უთხარეთი, ვიჭიდაო თქო, მდია. აშენ ბუბულ ალემალ ალ აშამალალა ჰალა გოდმალა კალა ეგზემა ჰა მოფერნე. უაპა. მოხარული ვარ და თანახმავარო. აი ალიკა უნდა იჭიდაო, მაგის შენ არის. შენ ეხა მომისვე, წადი ეხა ტატამი გაალაგე იქა დააწყე, გაიგე? სუფრა არის გაშლი ეხა. გაჩერდაობის დრო არ არის. ალიკა მე ხო იცი მე ეხა უკვე ტატამს სანამ სუფრა გეიკერა ჩაახე. ვაიმე, ბოდიში. გაიგე, გეიკერას მიხედე იქა, კაცი არ გამიგიჟონ იქა. გაიგე, მიხედე მაგასა, ჩაახე. ბოდიში რა იქნებ თქვენ მიაქციოთ ყურადღება რომ მე მანამდე რაღაც ტაბა გამაგდებ სამსახურს. ეხა გადაუთარმე, კეფაზე თუ დაგარტყინო ურასიზმ თქო, გაიგე? ეხა კეფაზე გლიჯო, გაიგე? აიბერა. ძალიან ბოლო დღე მაგ სკოლაში გაუ როგორც მოდი მე დაგაწერ რა. მე დაგაწერ. მე დაგაწერი რა. მე დაგაწერ. ოღონ ისეთი რომ კარგი ის იყოს რა. მოიცა მე დაგაწერ. მე მაგ ბოლოზარზე ლექსი. აბა მიდი. ატავერ შეწუდა ძეხსაო ბოლოზარია დღეს. აუ მაგარია. მე ეს მიდი. მოდი დაგაწერო თავა რამდენი დრო გავა. აუ მაგარია. ჩემ ბიზაშვილს ქვია, მარი მიყვარს ბოლოზარი ძმაო. ვა. აი სკოლნიკი აქედან. მე დაგაწერ. ნინო პიანინო. მე პია მოიცა? არა, ნინო. დაგახატავ. პიანინოს დაგახატავ. როგორ მე დაგახატავ პიანინოს. აი მოვიდა. ვასომას. გამარჯობა მას. დამაწყდა ნერვები. აუ. რასაცობია, რა უბედურება არის ეს? რა ჯანდაბა, რა ჭირს ამ კალაკს ვერ გავიგე. აღარ შემიძლია რა. 2 საათ ნახევარი მოვდივარ 3 კილომეტრს. მაგრამ ლექსის წერა არ გამიჩერებია. აი საჭესთან ლექსი დავწერე. გენიოსი. აუ მოყევით რა მას. საცობებია თბილისში დიდი. რა ვერაგეს ამ მტკვარზე ხიდი. საიდან იყო საცობი დიდი? დიდი ღომი. დიდი. აუ, ვასარა, გული მწყდება რომ მივდივარ ამ სკოლიდან. სულაც მე ცოტა დამაწეროთ რაღაც ხო შეიძლება. ზურგზე? სააროჩხად პერანგზე. მოდი. მოვიდე? ახლავე დაგაწერ. მიდი მასომას. დავაწერო? ხო. თამარი ხوار გაგვიბრაზდება ამაზე შეიძლება რომ დავაწერო. დაამაწერეთ მას როგორ არა ხო არ გადავა უბრალოდ ეგის. კი გადავა. როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი დღე დადღე სკოლას ამთავრებს ეს ბაჯაღლო რა იყო მას რა ეგ უნდა დამაწეროთ მას სკოლიდან როგორ შეიძლება აი ხო ბიჭო ძმაო რითმა კარგით რა როგორ შეიმედია მეხურებით მართლა ხო არ დამაწერა ბიჭო კი და გიხდება და ხატი რა იყო გოცირიძე ვერ გავიგე რა ხდება მას ეგ უნდა დამაწეროს ხო სამახსოვრად უნდა შევინახო ეგ უნდა მაგიტომ დაგაწერე ზუსტად რომ გახსოვდეს ყოველთვის დიდი მადლობა მარხვის აღელოდი მაგას თქვენ მე დამაწერეთ ვასომას გული არ გაქვს თქვენი. კაი, როგორც ტრადიცია, ამოვიკითხავ სიას.
როგორც ტრადიცია. ხუსკივაძე. ხანცხელი და ხანციუაძე. ახალი მაქვს. ოჰო. ხედა, ის იგივეც მაქვს. შენგენაც. მითხარით ხუსკივაძე. რუსიქვაზე, ის ხომ აქვს? რუსიქვაძე, ეს ახალი მაქვს. კარგია. თაბაგარი. გამიხსენი ანაბარი. სამასაც ახალი ქონია. ახალი მაქვს. თაბაგარი. ხარბილი და ხანმაგარი ვასომას რა ვიცი. ოჩა. მარა ის ჯობია. გოცირიძე. რუსი გოგოს ტანგაცხვირზე. არა. გოცირიძე. ხორცირინგზე, ჯობია, ძველი ჯობია მას. თათია სულუაშვილი. მორცხვი და აღვირახსნილი. არა მე მესმისვე ხარ ამთავრებს სკოლას და ჰორმონები მოწალებული ხარ რა არის ეს ვერ გავიგე. ბოლოზარითვის ლექსები დაგიწერეთ რო იცოდეთ. აუ რა კაია. დიდი ამას რა გაგვატანეთ გზად თქვენი ლექსი. დღეს უკვე ბოლოზარია. მალე სტუდენტი გახდებით. და განათლების მწვერვალზე ერთი დაბიჯით ახტებით. ისწავლეთ, სახლი გეკნებათ, მანქანებით და ნაჩებით. თუ იზარმაცნებთ დრო გავა ისევ დარჩებით. რა პირდაპირ და რა გენიალური არის ეს. გიჟდები. ომი იყო ვატატანა. იტატანა მა. ვაენბურგი პრიკაზალა. 20 კაცი ნახიშტა რა. დომენდალი დომკიდალა. ალანდა პიპინო. ფამეზორი ახუ ბაბაჩიკინო. აბა ჩემზე კარგლექს ვინ მოყვება? სვასომას წაგიკითხოთ. გოცირიძე. ხორცირინგზე. და ზოგადი ლექსები მაქვს მასწავლებლებზე მას. წაგიკითხავთ, დიახ, მე დავწერე. ქიმიის მასწავლებელო ლალი, აზოტ მჟავაში დაგეწვას თვალი. ისტორიკოსო ბატონო ოთო, ტანად დიდო და ტვინით კი თოთო. უცხოენების თიჩერო ანა, რა ვქნა ცოლად მცურს შენი მოყვანა. ფიზიკის მასწავლებელო გოჩა, იდინა დამთავრდა მორჩა და ფიზკულტურის ბატონო ემზარ ბოდიში, მაგრამ მაგარი აბარა. არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ მე რატო გამომტოვე, ვითომ ჩემზე რატო არ დაწე? აი ის რატო გამომტოვე? ბოლოს თქვენი ხავით, ბოლოს ემზარად გადავაკეთეთ. ბოლოში ფიზკულტურაზე მას. ანუ რო ემზარი ფერდო დიდი მადლობა მას. ოჩა, დაეგდე მან. გაიხარეთ ვასომას, ამ წარწერას არ გაპატიებთ მას. ხუსკივაძე. დიახ. შენ არ გაქვს რამე ლექსი ჩემზე? აი ესა. ავიცი. ფრიადოსანი ყავი სულდა. ხუსკი ხო გაქვს ლექსი მოუღე. მიდი. მიდი მოუღე, აღა ჩემი ლექსი. მიდი მე თავ. მაქვასომას თქვენზე ლექსი როგორ არ მექნება? აბა? გარიხა. ესა ვასიკო მასწავლებელი გენიოსია ნამდვილი მის გამონაცვალ რითმებზე მთელი სკოლაა დაზრდილი. ვასიკო მასწავლებელი არის ყველაზე მაგარი. მე რა თუ კი აწუხებს დიაბეტი და შაქარი. ვასიკო მასწავლებელი რითმების მეფე ლირია. სკოლაში არის მაგარი, სკოლის გარეთ კი ხუსკივაძე, როგორ არ ცხენია? აუ ისა ვასომას ესა. რა, ჩემ მაგარი ლექსი დაწერა. როგორ არ ცხენია ხუსკივაძე, როგორ? როგორ არ ცხენია? აუ ვასო. მოგეწონათ ვასომას? ყოჩახ. მოგეწონათ? გაიხარე. ყოჩახ. ხელი გამეგავატო. 100 ადამიანს ამოვეცრე ჯერა. მე დაუწერე, მაგრამ დამიწერე შე ბიჭო, გამეგავატე მაგაზე დე. თუ მოგეწონათ, მე დავწერე ვასომას დაწერე. ვასომას მეც მაქვს ლექსი თქვენ. არ მინდა შენი ჭირიმე, შენ ლექსი არ მინდა. ერთი ლექსი მაქვს. აუ კი, მას თან. აკაი არ წავიკითხე. ანუ ცხენია ეხლა გინდა რომ წაიკითხო? ხო, მაგრამ ცხენია იყოს რა. არა, თუ წასაკითხი ლექსია წაიკითხე. წასაკითხია ნათესავზე, მაგრამ მერიდება იყოს რა. მას ავაკითხო. წავაკითხო თუ ბიჭების გერიდება. მას მინდა. კარგი, წავიკითხავ ლექსი ნათესავებზე მას. მიდი აბა. ნუ გერიდება, მიიხედეთ ბიჭო. როცა გაიგე სკოლას ვამთავრებ, დაკლეს ხვარი და ორი კურდღელი, დღეს თუ ატესტატს მე ვერ ავიღებ, უნდა გაგინოთ დედის. მას რატო არ ამთავრებინებთ? ხათია. მას გაჩერდი. ეს რა ლექსებია? არა მას დიახ, მართალი ხო. გაგინდათ მას, კარგი იყო, ერთხელ დავამთავრებინოთ. არ მომიშალა ნერვები. გამიფუჭა ხასიათი მთლიანად რა. მას მე გამოვაკეთებ მას რა. რას გამოვაკეთებ? ხასიათის გამოსაკეთებელი ლექსი. მიდი აბა. ჩვენთან ახლოს რა მეტროა, რა თქმა უნდა, ავლაბარი.
დაირეკა ბოლოს არის რესტორნისკენ everybody. ოპა. უკვე მოდი დაგაწერო მის და სამართლს. რო გითხარ რომ თან გამომიკეთა ხასიათი არა, მაგრამ აულა ბარი everybody მაუს. მაგარი ღვინო არ ბარი და ბარი დიდი რითმა არაფერი არ არის მას. მასომას სამობრძანდით რა დავიდეთ რა რესტორანში მოდი თქვენ წადით მაშინ და მე მოვიფიქრებ რა. რას მოიფიქრებ? არა მას უთქვენო. გამოვა ახლა ეგ ამბავი. თქვენს გარეშე ვერ დავით. არა მას დაგელოდებ მაშინ გელოდებით რა მას. აი წადით და მე მოვალ. ერთად მინდა რომ წავიდეთ. არა, ერთად უნდა წავიდეთ ვასომას. გამოსა რა სათია. არა, თქვენ წავიდეთ და ვასომას თქვენთან თუ შეიძლება 2 წუთი რო დარჩეთ ჩემთან. აი რესტორანში გვებადიჟები არის. აი თათია იქნება და არა, უბრალოდ მარგით რა გელოდებით ვასომას რა გელოდებით რა. კაი ვიცოდეთ მას გელოდებით. აუ რესტორანია ატყდა кейფი წავიდა. ვასომას ლექსი მაქვს დაწერილი თქვენთვის და ბძანე. ძალიან მერიდებოდა და ეხლაც მცხვენია და მინდა რომ წაგიკითხოთ თუ ბძანე, მანამდე მე შენ ატესტად არა თუ გინდათ მიბრძანდით და მაგრამ არა თქვი მიდი თან რამოდენიმე ლექსი მაქვს დაწერილი ნერვიულობ ხო ხვდებით ღელავ დავიწყო მას დაიწყე აქეთ ფიცარი იქით ფიცარი ისე მაკოცეთ ვეღარ გიცარით სტოპ სულვაშვილი ძალიან თქო თავი შეიკავე დიახ მას ძალიან თქო სულვაშვილი მე მესმის სკოლა სამთავროდ მაგრამ ძალიან თქო თავი შეიკავე კი მას შეიძლება ერთი კიდე მას ეს ცოტა დიდი დისტროფიანია ერთი უბრალოდ ისეთი მე ლომი მიყვარს ყველაზე მეტად ასევე ვაფრენ გელზე ძალიან მორიდებულად მინდა გაკოცოთ ხელზე არა იქით გაიწე სულვაშვილი იქით გაიწე ცოტა იქით გაიწე ხა ნამეტანი მოგიწე შენ უღურია მას ნერვიულობ შეიძლება ერთი კიდე დამრჩა მას აღარ არის საჭირო მადლობა სულვაშვილი რესტორანში მელოდებიან ბავშვები ვასო მას კარი ჩავკეტე გარეთ არ გავახმაური მოდი მოვაწყოთ მე და თქვენ ბინძური აუზა გამომიჯით გახდება ჩემი ქმარი ბატონო ვასო მე თქვენ მინდიხათ როგორც ბანანი თუ შეიძლება ერთად მოვწყვიტოთ მე და თქვენ ჩვენი მწიფე ბანანი მიშვერეთ რაიმე მოდი შემოდი ნელა არაფერს არ დაეჯახო რა გიჟი ვარ მოიცადე გოგო რა გიჟი კი არა დაჯექი მოდია ხილად ხო დაჯექი აქ დაჯექი რა აუ ეხლა მითხარი ხომ მიხდება ჩემ თავს გაფიცებ რა გიხდება ხა ნორმალური ხარ ექიმა ხო გაგაფრთხილა შეიძლება დაბრმავდე და მაგდენი ბოტოქსი არ არის საჭირო მაინც როგორ გარისკე გოგო აი გოგო რა ძალიან ქონდა კანი მოშებული ნაფრასავით ფრიალებდა და ზურგის კარი თუ დამიბერავდა მიმარბენინებდა გოგო თვალებზე ბოტოქსი ვის გაუგია თათია ნუ მაგიჟებთ ხო რა სისულელი გოგო ეს ახლა ვარ შეშუპებული თორე ეს ცოტა ხანში რომ ჩადგება აუ ვიცი რა თვალწარბი მექნება მინდა შეგო გამოშტერდე სიგიჟე მოდიალობ რაღაცას აი არ არსებობს თათია რომ შენ რაღაცა ჩაგიდგეს და ლამაზად გამოიყურებობდე შანსი არ არის რა ძალიან ნერვები მეშლება უკვე აი რა დაწყნარდი რა ისე სხვათა შორის მაწყობს ესე რა ვარ ცოტა ხანი და ვერ ხედავ რატო იმიტომ რომ გუგას ვერ ვუყურებ თვალებში ძალიან კაია იმიტომ რომ აი გუგას გოგო როგორც კი შევხედავ რა მემართება იცი აი რაღაცა სიყვარულის ბუშტი მისკდება და აი გონებას კარგავ და ესე ცოტა ხანი კარგია და მოვიწყდება როგორი სახი აქვს აუ მაგრად გაკალია რა და როგორ ნერვიულობ შენზე ან ეს გოგო სად არის კიდე რამდენი ხნის წინ დაურეკე მოდი თქო და თავუნა უნდა მოვიდე ხო აუ რა კაი ახლა ნახე თავუნა რომ დამინახავს შენთან ვიცავ რივინე შოქში იქნება და ზუსტად ვიცი რომ თვითონაც გაიკეთებს იგივეს რას გაიკეთებს გოგო ანუ თვითონაც მოუნდება რომ დაბრმავდეს შენსავი მოუნდება დროებითია თქო გოგო ეს ყველაფერი ხო მაგასაც ვნახავთ ცოტა ხანში დროებითია თუ არ არის დროებითი საერთოდ ხედავ რამ ეს გოგო გოგო რა შვევით მოდი თამუ აუ თათია ადარი ეს რა არის რა გააკეთე აი კიდე კაი შენ თავს ვიცავ რომ მეც მაგას ვეჭხუბები რომ როგორ გაიკეთე გოგო თვალებზე ბოტოქსი თქვა აი რა უბედური არა მე მაგას არ ვეუბნები გოგო მე ვეუბნები რომ უჩემოდ როგორ დახვედი და გაიკეთე მე არ მინდოდა ბატაქსი თამუ შენ თავს ვიცავ გოგო ძალიან იცი გადავწყვეტე ხო ხვდები და გავარდი ეგრე ხო და მეც ეგრე გადავწყვეტ ხოლმე უცებ და გავარდები უშენოთ და რა მე რა რასაპირებ რა უნდა გაიკეთო ეხა არ გამაგიჟო შენს გინდა რომ დაბრმავდე ამისავით გოგო ეს სიბრმავე გაულის მაგრამ სამაგიეროდ ნახე რა ლამაზია აუ გადატკოცნებული ვაიმე ანუ ქუთუთ
ვაიმე, ქუთუთოები არის სუპერი. შედეგს ხედავ. უკვე ჩანს, თვალნაცლივ. ანუ რა ხელა შედეგზე გავდივარ, იცი? ხვდები ბოღმიანა? თქვენ თავს ფიცავარ, აი ახლა გიყურებთ და ვხვდები რომ მართლა ორივე მაგარი ავად ხართ. ჩვენ ვართ ავად და შენ ხარ კარგად? ადი გოგო, სარკეს ჩაიხედე. ხო, მართლა კარგად უთხარი. ანუ მე რო სარკესთან მივიდე და რო ჩავიხედო, დავინახავ საკუთარ თავს და შენ რო მიხვიდე სარკესთან, რო ჩაიხედო, დაინახავ შენს თავს? ეს დროებით დაინახავს თან, რომ მე რო დაინახავს, გაგიჟდება ისეთი ლამაზი იქნება. რა იქნებაო? ლამაზი იქნება ძალიან თქოშ და შენ ხარ ბოროტი და შურიანი. და საერთოდაც შენ ლამაზი სიყურება ჯობია რა ჩემნაირი სილამაზე ვერ დავინახო. ხო, კარგად უთხარი. არა, მე რო ბუნებრივი სილამაზე მაქვს, მაგას რა თუ დალაპარაკი ახლა და თქვენ კიდე რაღაცეები ხართ უკვე. ვაიმე, ეს ყეხიანი კავკასიური ცხვირი და მამის ნაკოთებია სილამაზე? აი, შენცრანერად. ვაიმე, ეს წელზე მოდი, ახლა წელს ხომ არ ჩამიყვანო და არ მოლაპარაკო. არ ჩახვიდეთ თუ. აი მე თქვენ რაზე უნდა ილაპარაკოთ, ანუ ჩემს ვიზუალზე, ან ცხვირები რას გიყავთ, ან ყურები, ან თვალები, ან ყრიმალები, ან საერთოდ რა ხართ, ან ერთი ან მეორე? ვაიმე, აი რა ცუდია, რომ ყავს ისეთი ძაქალი, რომელსაც დეგრადირებული აღქმა აქვს სილამაზის. ანუ მე მაქვს დეგრადირებული ახსნა თურმე სილამაზის. ხო. თქვენ გოგო თქვენ რას გავხართ საერთოდ ან ერთი ან მეორე? ვაი მე რა ბოროტი ყოფილა, გესმის? და უსმენ და შოქში ვარ. ხო, მე შოქში ვარ. ვაიმე, აი ხო არიან ადამიანები, რომ შეიძლება გარეგნულად ნორმალურები არიან, ლამაზები არიან და შინაგანად სულიერად არიან მახინჯები. აი ეგეთი ხარ შენ, გაიგე? ხო და ჩვენ მედათათია გარეგნულადაც ლამაზები ვართ და სულიც ლამაზი გვაქვს. სული? ხა. სული? ანუ თქვენ გონიათ რომ დიდი ხანი გექნებათ კიდე სული? რატო გოგო? თქვენ სული აღარ გექნებათ არანაირად. იმიტომ რომ ზოგადად არსებობს ნახე სულიერი და უსულო არსებითი სახელი. სულიერი არის ადამიანი, უსულო არის აი მაგალითად პლასმასი. და თქვენ ეს იმდენი ფილერები და ბოტოქსები გაქვთ უკვე ორგანიზმში და სახეში შეშვებული, რომ უკვე აღარ ხართ ადამიანების ხორცი აღარ გაქვთ საერთოდ და უკვე კითხვა დაგესმით რა? იმიტომ რომ პლასმასის გოგოები ხართ. ვაიმე რა ბოროტი. ამასთან რა საერთო? რატო მეგობრო? მართლა რა ხდები რა საერთო? გაჩერდი. აი დაანებე თავი ერთი წამი რა. გოგო. შენ. გოგო. გოგო ეს ასე არ უნდა იყოს. ვაიმე მართლა შინია. ვაიმე ხო და მაგას ვამბობ მეც, რომ ძალიან საშიშია ეს არ გამოიყურება ნორმალურად. ვაიმე ღმერთო მადლობა, რომ აი ამან ხო და რა ვქნათ? ვაიმე არ ვიცი რა უნდა ვქნათ, რა ძალიან ნერვიულობ მართლა. აუ ვიცი რა ვიფიქრე? გოგო, ნემსი რომ შევარჭოთ ესე ვუჩხრიტოთ. ხო და ხო, ჰაერი ხო გამოვა. და იქნებ ჩაიფუშოს. გოგო, ეგ ვიცი ვიფიქრე წეგან, მაგრამ მე წარმოვიდგინე, ხო იცი, ბუშტს რო ჩაარჭობ და ჰაერი რო გამოდის და ასევე დაფარფატებს აქეთ იქეთ ეგრე არ დაემართოს. ვაიმე ხო, ვაიმე რაღაც უნდა მოვიფიქროთ. აუ ძალიან გიხდება, კი. აი ხა ვერ ხედავ და მიხდება ის. ძალიან გიხდება. მომისმინე, ვერც ერთი თვალით ვერ ხედავ. გოგო, მარცხენა თვალში ცოტა ვხედავ რაღაც სიმი. აუ ესე იგი მარცხენა თვალში დააკლდა ბოტოქსი. მე კაი, რა პრობლემაა მე მივიღო დავამატებ. ხო აბა რა. გოგო, რას დაამატებ? მართლა ხო არ უბერავთ ან ერთი ან მეორე? მაგრამ ძალიან გიხდება შენ თავს ვიცავარ, კი? ხო არა, აი ცოტა ხანში ნახავთ რა იქნება. ხო, ნახავ, ზუსტად ვიცი რასაც ვნახავ რა, პლასმასის ბანძი ქალები ხართ იმენა რა, აი ძალიან ბანძი ქალები თან. ისე ჩემ თავს გავხსოვ მართლა არ დამიმალო. არ ფერს არის. მე ცოტა წუთში გვერდზე გაგექცა, რატო? გოგო დასამატებელია ეგ არა უშავს. აი, დავამატებ მაგას და გაფრინდა თინა ხო ხდები. აი მითხარი რა, ამისაზე არ მაინტერესებს, საითხარ. აქეთ არის, მე აქეთ ვარ. ხო მიხდება. ძალიან გიხდება. რა? ანუ რომ მკითხე რომ ხომ მიხდებაო და მე გეუბნები რომ ძალიან გიხდება. გოგო ვერ გავიგე, ანუ მიხდება მეთქი? კი, გიხდება.
რა თქვი? გიხდება. გიხდება. ვაი მე არ მესმის რას. სულა დააჩვენი საქმე მართლა. დამაკდა. გოგო, ნუ გეშინია დამშვიდი ყური და არა თვალის ბოტოქსი და ყური ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. გესმის რამე? რაზე რა? ვაიმე. გოგო, არ გესმის? გეშინია, მაგრამ არა დროის ამბავია. გაგივლის, კაი დაწყნარდე არის ნერვიულო. ვამე, ნახე რა, შეყავი ხარ შურიანი რა. და მე ვიცი ზუსტად რისიც გშორს. რისი მშურს? რისი გშორს და მე და თათიას რომ ასე ბიჭები გვეხვევიან ბუზებივით, აი მაგის გშორს. იცი რატო გეხვევიან ეგ ბიჭები ბუზებივით? რატო? უბრალოდ დაინტერესებთ რა გჭირთ. ანუ მოდიან და გაკვირდებიან რომ შეისწავლონ რა გჭირთ სახეზე. მარტო მაგიტო გეხავთ ეს ფილერები და ბოტოქსები შეიძლება რომ გაჩერდეთ? ზღვარი მაინტერესებს სად არის, ანუ ბოლო სად დავდება? თათია, გესმის ეხა? კი. აჰა, აი დაუბრუნდა უკვე რა. მაგრა დაუბრუნდა. შემოხედე. სათხარ. აქეთ მარცხნივ შენგან. აუ გოგო, გაჩერე სახე. აუ ცხვირწუჩის ნაოჭი გაქვს ამოსავსები შენ თავს ვიცავარ. თუ ეხლა არ გავიკეთე. ეტყობა არ ვარგო და პრეპარატი თვითონ. აი რა, მაგრამ ხელაფული მივათხე, უეჭველი უნდა გავიკეთე. უეჭველი მე და შენ ეხა უნდა გავიკეთოთ ყრიმალები, რომ ეს აწიოს ცხვირწუჩის ნაოჭი გაქრო საერთოდ. თამარ, თხარ აფრიკული ტრაკიც მივცხოთ. აუ კი. მეც მინდა. ხო არ უბერავთ მართლა. აუ წამო ეხა. ჩაწერილი ვარ და მე და შენ წავიდეთ ეხა. გოგო, ახალი მომკიდე. ფილერები და ბოტოქსები ნორმალურები ხარ? შენ გასკდები მაგ ბოღმისგან იცოდე რა. რა გავაკეთე? მეწის და ნორმალურია. უნდა გეწოდეს, არა უშავს გაგივლის დროებითია, ხო იცი? გოგო, მოიცე თერმე გავიდე. ეს ფილერები და ბოროტო გაჩუნდი შეშურიანო შენ. აი მე გავქნა. ნუ აი არ აქვს აზრი რა. რა აზრი აქვს ახლა? რა არის? გასკდა. ამაგროვებინე რა. რა გასკდა გოგო? გასკდა. ვაიმე რა გავქნა? ამაგროვებინე. მომდივარ ჯაო. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.